მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი, ამ ვიდეოში გავივლით Arduino Python-ის კურსის მეორე იუნიტის მესამე ქვეთავს. შემოვედით Code.js-ზე, შევდივართ, ესე იგი Arduino Python-ის ვიდეო გაკვეთილებზე, გაჩერებული ვართ მეორე იუნიტის მესამე ქვეთავზე, user input-ი. User input-ი იდეაში პირველი იუნიტზე გავლილი გვაქვს Trace-ზე, მაგრამ კურსში არის ჩაშვებული და მოდი გავიაროთ უბრალოდ. ვინც ამ კურსს მიიღებით, წესით არ უნდა გაგიჭირდეთ. კარგი, დავაჭიროთ, ესე იგი, პირველი ვიდეო მეორე კვიზი, მესამე უკვე დაწერილი კოდი, სადაც დავაწყაბუნებთ, შევდივართ და გავარჩევთ. დავაწყაბუნოთ x-ს და ესე იგი ვიწყებთ. თავიდან დავიწყოთ გარჩევა, ესე იგი, ცვლადი გვაქვს შექმნილი. ამ ცვლადის სახელი არის text, შემდეგ უდრის, ანუ ამ ცვლადში ჩავარდება ის ტექსტი, რასაც მომხმარებელი შეიყვანს, user-ი შეიყვანს ამ შემთხვევაში, მე რასაც შევიყვან. ანუ input-ი არის ის ბრძანება, რომ აქ, როდესაც runs დავაწყები, გამოვიდეს ფანჯარა და მე შემეძლოს რაღაც ტექსტის შეყვანა. ანუ ამ ფანჯარაში, რასაც შემეკითხება, არის ეს ტექსტი. ანუ runs, როდესაც დავაწყები, აი, გამოვიდა აქ ფანჯარა, სადაც ამოისახა ეს ტექსტი და შემდეგ მე უნდა შევიყვანო რაიმე ტექსტი. აი, მაგალითად, enter something მიწერია, ხო? მაგალითად, შევიყვანოთ Code.js. როდესაც enter-ს დავაწყები, ამ შემთხვევაში ამ ტექსტს, ანუ Code.js შეინახავს ცვლადი სახელად ტექსტი, შემდეგ პრინტი დაბეჭდავს ცვლად ტექსტში არსებულ მნიშვნელობას, ანუ აქ მე რომ შევიყვანე Code.js-ი, რაც შევიყვანე, იმას დაბეჭდავს, აი აქ, ანუ Code.js-ი დაბეჭდა აქ. შემდეგ ბეჭდავს ამ ცვლადის ტიპს, ხო, რა ტიპის არის და აქ გვეუბნება კლასი არის string-ი. ესე იგი ტექსტური. ამ შემთხვევაში მე თუ შევიყვან მაგალითად 26 რომ შევიყვანო, 26 დამიბეჭდა აქ და ტიპი მაინც დამიბეჭდა string-ი, იმიტომ რომ აქ input-ით შეყვანა არის და ინტეჯერი თუ მინდა რომ მე შევიყვანო, ამ შემთხვევაში მე თუ მინდა რომ ჩემი შეყვანილი რიცხვი პროგრამამ აღიქვას როგორც რიცხვი, მთელი რიცხვი, მაშინ აქ წინ უნდა int, მერე ისევ ფრჩხილი და input. ეს წესით მომდევნო დავალებებში იქნება და trace-შიდაც გავლილი გვაქვს პირველ იუნიტზე. კარგი, next-ს დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე, ვნახოთ ახლა აქ რა გვაქვს, ესე იგი ისევ ცვლადი გვაქვს შექმნილი, ისევ input-ი, შემდეგ ტექსტი გამოისახა რომ შეიყვანე number რიცხვი და შემდეგ მიბეჭდავს ამ x-ის ტიპს, ანუ ამ ცვლადში არსებული მონაცემის ტიპს. გავუშვათ მაგალითად და პირველად შევიყვანე რიცხვი, როგორც წეგან შევიყვანე 26, ხო? დავაწყაბუნე enter-ს და ამ შემთხვევაში ნახეთ, დამიბეჭდა პირველად აი აქ დამიბეჭდა string-ი. იმიტომ რომ input-ით შევიყვანე, ანუ აქ კოდი იყო input-ით დაწერილი და აღიქვამს როგორც, ანუ ჩვენ რაც არ უნდა შევიყვანოთ, ყველაფერს გადააქცევს string-ად, რიცხვი იქნება ეს, არაწესიერი რიცხვი იქნება, მთელი რიცხვი იქნება, არამთელი რიცხვი იქნება თუ რაიმე ტექსტი იქნება, ყველაფერს გადააქცევს string-ად, იმიტომ რომ აი ეს input-ს წერთ აქ. შემდეგ ჩვენი შეყვანილი ტექსტი, ამ შემთხვევაში რიცხვი ხომ შეინახა x-მა. x-ი გატოლებული არის უკვე ინტეჯერს, ანუ x-ი გახადე ინტეჯერ x-ი. ანუ აქ რასაც შევიყვან, იმას გახდის ინტეჯერს, ანუ მთელ რიცხვს. შემდეგ დამიბეჭდავს ამ x-ის ტიპს და შემდეგ უკვე მეუბნება რომ ეს უკვე ინტეჯერია, რომ ესე იგი ამ დავალებებში ჩვენ რა გვაქვს გასაზრდებელი, ის რომ უნდა გავარჩიოთ რომელი არის string-ი, რომელი არის ინტეჯერი, რომელი არის float-ი, შემდეგ boolean შემოდის და ასე შემდეგ. ესე იგი აქ გადააქცია უკვე ეს ჩვენი string-ი გადააქცია ინტეჯერად და დაბეჭდა კლასი ინტეჯერი. და შემდეგ უბრალოდ დაბეჭდა ჩვენ რიცხვს დაუმატა 3 და ჩვენ თუ 26 შევიყვანებთ, 26 დაუმატა 3 და დაგვიბეჭდა აქ 29. ახლა მოდი აი ეს რომ დავაკომენტაროთ, ანუ პროგრამამ ეს რომ არ წაიკითხოს, გავუშვათ ისევ run, მოდი ისევ შევიყვანოთ 26 და დავაჭირეთ enter-ს. აი აქ კი დამიბეჭდა string-ი, მაგრამ ქვევით უკვე შეცდომა დამიბეჭდა, იმიტომ რომ ჩვენი შეყვანილი რიცხვი პროგრამამ აღიქვა როგორც string-ი და ქვევით უკვე string-ს ინტეჯერი ვეღარ დაუმატა. და მაგიტომ არის შეცდომა, ამიტომ ჯერ უნდა გადავაქციოთ string-ი ინტეჯერად და შემდეგ დავუმატოთ 3, ამიტომ
აი ეს მინდა რომ დაგენახათ. კარგი, გავუშვათ ახლა, დავწერეთ 25, enter. პირველი არის string-ი, შემდეგ გადაქცეული ინტეჯერად ინტეჯერ და შემდეგ 25 დამატებული 3 28. Next დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. აი ახლა უკვე აქ შემოდის პირველ სავარჯიშოში, აი აქ რაც ვახსენე, ის გამოჩნდა აი აქ. ესე იგი, ცვლადი გვაქვს შექმნილი სახელად ისევ x-ი და აი აქ უკვე int input enter num. როდესაც input-ი ხომ გავიარეთ წინა სავარჯიშოში. int-ს როდესაც დავუწერთ წინ, უკვე ამით ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევიყვანოთ მთელი რიცხვი. აი მაგალითად runs დავაწვევი და თუ შევიყვან 25.8 და enter-ს დავაჭირე, შეცდომა იქნება, იმიტომ რომ ეს x-ი, ანუ ეს სვლადი ელოდება ინტეჯერს, ანუ ინტეჯერი უნდა შევიყვანო, ინტეჯერის გარდა ვერაფერს ვერ შევიყვან, ანუ მთელი რიცხვი. კარგი, დავაჭირეთ runs, შევიყვანეთ მთელი რიცხვი, 26-ში შევიყვანოთ ისევ, enter-ს დავაჭირე და ესე იგი მიბეჭდავს თავიდან tips და ეს არის ინტეჯერი, შემდეგ მიბეჭდავს x და რაც შევიყვანე იმას დამიბეჭდავს, ანუ 26, ანუ x-ში არსებულ მნიშვნელობას ხო ცვლადის სახელი მივწერია აქ და მაგიტომ ბეჭდავს 26. და შემდეგ უბრალოდ x დავუმატებ 3-ს და 26 დავუმატებ 3 და დამიბეჭდა 29. მე თუ აი ამ x ჩავსვამ ბრჭყალებში, აი თავში ბრჭყალი რომ დავუწერო და ბოლოშიც ბრჭყალი და გავუშვი და მაგალითად შევიყვანე 27 ამჯერად, რა აქვს მნიშვნელობა, რასაც შევიყვან 27, კი ბატონო ეს ინტეჯერი დამიწერა, რომ ინტეჯერ კლასს მიეკუთვნება, ამ ცვლადის ტიპი არის ინტეჯერი, ეს დამიბეჭდა, მაგრამ აქ უკვე 27 კი არ დამიბეჭდა, x-ი დამიბეჭდა, იმიტომ რომ x-ი ბრჭყალებში მაქვს ჩასმული ეს წინა ვიდეოებში განვიხილეთ, რომ როდესაც ბრჭყალებში ვსვამთ, უშუალოდ ის დაიბეჭდება, რაც გვაქვს ჩასმული ბრჭყალებში, აუცილებლად, ანუ როდესაც ბრჭყალების გარეშე ვწერ, აუცილებლად ეს უნდა იყოს ცვლადის სახელი და ცვლადში არსებული მნიშვნელობა რაც არის, იმას დამიბეჭდავს. აი თუნდაც აქ x-ი დიდი ასოთი რომ იყოს, მაინც შეცდომას ამომიგდეთ, დავწერეთ 22, enter და შეცდომა არის, იმიტომ რომ x-ი არ იცის რა არის. ამიტომ ცვლადს რაც ქვია, ზუსტად ის უნდა იყოს აქაც და შემდეგ x დავუმატა 3. კარგი, runs დავაჭირეთ, ახლა ვნახოთ რომ სწორი არის, კი ბატონო, next დავაჭიროთ, გადავედით უკვე შემდეგ დავალებაზე, სადაც ჩვენით უნდა დავწეროთ კოდი. მომხმარებელს უნდა შევეკითხოთ რა ქვია, მომხმარებელი შეიყვანს რაღაც სახელს და შემდეგ უნდა დაუბეჭდოთ hello სიტყვაზე რასაც შეიყვანს. მაგალითად, მე თუ შევიყვანე ლევანის, hello ლევანი უნდა დაგვიბეჭდოს პროგრამამ. username-ს უნდა დავაკოპიროთ და ცვლადის სახელი დავარქვათ, ანუ აქ შავსვათ username უდრის და თუ მომხმარებელს ვეკითხებით სახელს, სახელი, ანუ ადამიანის სახელი იქნება, თუ ან ტექსტი იქნება string-ი, ხო? ამიტომ int-ი არ მჭირდება, ამიტომ უნდა ჩავსვა მე input ბრჭყილი გავხსენი ბრჭყალი და ჩავწერე what's your name, ხო? აქ გვეუბნებოდა კიდეც, აი ეს უნდა დავუსვათ შეკითხვა, ეს შეგიძლიათ დაკოპიროთ და პირდაპირ ჩასვათ აი აქ. ესე იგი, როდესაც runs დავაწვევით, აქ გამოვა შეტყობინება what's your name. ნუ აქ თუ გვინდა რომ ორი წერტილი იყოს, მაშინ აქ ორი წერტილიც დავუწეროთ, თავიდან გავუშვათ, აქ ორი წერტილი დაგვიჭდება, მაგალითად შევიყვანე ლევანი, enter-ს დავაჭირე და ეს ლევანი, ანუ ჩემი შეყვანილი ტექსტი შენახული აქვს უკვე ცვლად სახელად username, ანუ ამაში არის შენახული. ახლა უკვე უნდა დავუბეჭდო hello ლევანი, ეს უნდა დაგვიბეჭდოს. როგორ ვწერთ ამას? print გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი, აქ აუცილებლად hello-ს დავწერ ბრჭყალებში, შემდეგ გადავდივარ გვერდით plus დავუწერ და აქ გვერდით მივწერ username-ს, ანუ ამას დავაკოპირებ, ჩავსვამ აქ. ანუ ასე შეხედეთ, გავუშვით, დავწერე ლევანი, enter და დამიბეჭდა hello ლევანი, ხო? ანუ გვერდით მიაწერა ეს ტექსტი. ამისათვის ვიყენებთ plus, ანუ ეს plus-ი ნიშნავს არა მიმატებას, არამედ გვერდით მიწერას. თუ
string-თან ვიყენებთ, ხო? ანუ string-ის შემდეგ თუ ვიყენებთ print-ში. ეს ხო string-ი არის, string-ის შემდეგ თუ პლუს წერთ, ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს გვერდით მიეწეროს. მაგრამ აქ show-access-ში გვაქვს hello და ქვედახაზე გვაქვს სახელი, ხო? ამ შემთხვევაში თუ მასე გვინდა, მოდი ჯერ checks დავაჭიროთ, ასე გვითვლის, კი ბატონო, იდეაში ასე სწორი არის. მაგრამ თუ გვინდა რომ ქვედახაზე იყოს, მაგ შემთხვევაში აქ მეორე პრინტი უნდა დავწეროთ და ჭალების გარეშე დავწეროთ უკვე username, ანუ ცვლადის სახელი. გავუშვით, აქ დავწერე ლევანი, enter-ს დავაჭირე და hello ერთხელზე დაწერე და ქვედახაზე დაწერა ლევანი, checks დავაჭიროთ, ასედაც გვითვლის. კარგი, submit continuous დავაჭიროთ, გადავედით შემდეგ სავარჯიშოზე. ვნახოთ ახლა აქ ამ სავარჯიშოში რას გვეუბნებიან, რას გვავალებენ. აქ გვაქვს ასეთი დავალება, მომხმარებელს users უნდა ვკითხოთ რამდენი წლისაა და ამ users აქვს მაგალითად მეგობარს აქვს რაღაც დაბადების დღე და რამდენი წლისიც არის ეს მომხმარებელი, ჩვენ უნდა დავუბეჭდოთ ერთით მეტი სანთელი დაგჭირდება. ესე იგი, ჩვენ პირველ რიგში ვეკითხებით მომხმარებელს რამდენი წლისაა, ანუ ვქმნით ცვლად, სადაც ვინახავთ მის შეყვანილ ასაკს, ანუ age უდრის და რა თქმა უნდა age, ანუ ასაკი არის ინტეჯერი, არ შეიძლება 5.7 ასე არ ვამბობთ, ხო? ანუ 5.7 წლის ვარ, ანუ 25.7 წლის ვარ. ამას არ ვამბობ, ვამბობ 25, 26, 30, აქ გვიწერე 17, ანუ რაც არ უნდა იყოს, ასაკი არის ინტეჯერი. ამიტომ აქ ვიყენებთ int, გავხსენით ბრჭყილი, ისევ input, ისევ გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი და აქ დავწერეთ is text enter your age. ეს დავაკოპირეთ და ჩავსვით აქ. გადავედით ბოლოში, ჩამოვედით ქვევით. ახლა ჩვენ უნდა დაუბეჭდოთ is text-ი და შემდეგ ქვედახაზე უნდა დაუბეჭდოთ is. ანუ თუ შეიყვანს მომხმარებელი რომ არის სიტყვაზე პირობითად 17 წლის, უნდა დავუბეჭდოთ რომ შენ დაბადების დღეს დაგჭირდება 118 სანთელი, ხო? ესე იგი, ეს ტექსტიც დავაკოპირეთ, Ctrl+C, X დავაჭირეთ და დაბეჭდვა როგორ ხდება, ესე იგი, print. გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი, ჩავაფეისტეთ ეს, გადავედით ისევ ქვედა ხაზზე, ამას ოდნავ გვერდით გავწევ და ანუ 118 წერია ქვედა ხაზზე, ესეც თუ გვინდა რომ ქვედა ხაზზე იყოს, მაშინ მეორე პრინტი დაგჭირდება და ერთით მეტი უნდა იყოს, ხო? ანუ მომხმარებელი რასაც შეიყვანს, თუ შეიყვანს 15-ს, უნდა დაგვიბეჭდოს 16, ანუ ერთით მეტი, ანუ აქ უნდა დაგვიბეჭდოს age plus 1. ამ შემთხვევაში წინა დავალებისგან განსხვავებით, აქ პლუსი რომ მიწერია, ეს პლუსი ნიშნავს დამატებას და არა გვერდით მიწერას, იმიტომ რომ age არის ინტეჯერი და ინტეჯერს დაემატება 1 და რამდენიც იქნება, იმას დაგვიბეჭდავს. ხოლო მე თუ აქ დავწერდი პლუს, აი ამასაც გაჩვენებთ ერთად, რანს დავაჭირო, მაგალითად შევიყვანე სიტყვაზე 12, enter-ს დავაჭირე და აქ დაებეჭდა, შენ დაგჭირდება 13 სანთელიო, ხო, დაბადების დღეზე. მაგრამ მე მინდოდა აი წაღალას გეუბნებოდეთ, მე თუ აქ დავწერდი პლუს, ამ შემთხვევაში და აქ რომ დამეწერა მე აი ეს ამ შემთხვევაში უკვე გავუშვათ უკვე შეცდომა იქნებოდა. იმიტომ რომ თუ მინდა რომ strings მიუწერო გვერდით რიცხვი, ამ შემთხვევაში ეს რიცხვიც უნდა გადავაქციო ჯერ string-ად. მომდევნო დავალებებში იქნება, მაგრამ ბარემ აქაც გეტყვით, ამას ვუწერ strings, ანუ strs და ბოლოში ბრჭყილი დავუხროთ, ანუ ჯერ დაუმატებს age-ს 1-ს და მერე გადააქცევს string-ად. გავუშვით, მაგალითად შევიყვანეთ 29, enter-ს დავაჭირე და აი 30 დამიბეჭდა. ეს ახლა მე რაც დაგიწერეთ, წესით მომდევნო სავარჯიშოებში იქნება. კარგი, ასე არ გთხოვს ამ დავალებაზე, ამ დავალებაში გთხოვს აი ასე. გავუშვით 117 enter და დაგვიბეჭდა 118 წესით, უნდა ჩაგვითვალოს, submit continuous დავაჭირეთ. ეს ქვეთავიც დავასრულეთ და გადავედით 2-ის მეოთხე ქვეთავზე.